საღამო მშვიდობის კიდევ და კიდევ. ნინო უბრალოდ დეკორაცია. აი ნინო, შენ დეკორაცია ხარ. მოკლედ რაში მდგომარეობს ეს ვიდეო? ესეც დეკორაცია, ნინო მარჯვენა დეკორაცია. ეს მარცხენა. აი სამასაკში ვიყავია. და თემურას განათებას დავდებ აქ. დიდათა ეს მალე ჩაქრება. დასაწყისში იყოს დეკორაცია რო შევ. მოკლედ ამის წინა ვიდეო ვიცნახეთ, ალბათ იცით, რომ ეს ვიდეოც უნდა დაიდოს. მე მგონი ეს ვიდეო დაიდო უკვე ნახოთ. კომენტარები დაიწერა. მოგულე და ხა მე ამას დავდებ აქ და მოკლედ ამაში არის კითხვები, რომელიც დაწერა ბარბარემ. აზრი არა ვარა კითხვებია, რამდენად და როგორი კითხვებია, ისიც არ ვიცი და ისიც არ ვიცი, რამდენად მოხდება ამ კითხვების შემდეგ ბარბარემ. ეხლა უნდა და შემოსვლა, მაგრამ მეთქი ეგ რაღაც წესია თქო და კაიო მე ვიდეოს ნახავ მეო. ამიტომ მოდი ახლა მე ამოვიღებ სათითაოს დაახლოებით მე მგონი მოდი დავთვალო რამდენია 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 15 კითხვა არის. წელან ესეთი იდეა გამიჩნდა და ნინოს ვუთხარი რომ მოდი მეთქი ვიდეოსთვის მე დავწერ მეთქი შენთვის კითხვებს და შენ დაწერე ჩემთვის მეთქი კითხვები და ვიდეო გადავიღოთ მეთქი. მანამდე ეს წინა მაკიაჟის ვიდეოც არ აქვს დაგეგმილი რა და მე უცბად მოგვივიდა აზრად. ხო და კაიო ბარბარე მოდიო მე ბარბარის ჩავერთო საუბარში მოდი მე დაგიწერო. ხო და ზოგადად იცით თქვენ რომ ბარბარის დიდად არ უყვარს ხოლმე ის რაღაცა გამოჩენა და ინიციატივა ვიდეოში. რა თქმა უნდა არც ვაძალებ, რატომ უნდა დავაძალო თავისი ნება. ხო და გამოთქვა სურვილი რომ მაკიაჟს რო გაგიკეთებ გადავიღოთ მეთქი ვკითხა და კი ბატონო და კითხვების სურვილიც გამოიჩინა და ხვალე წესით ნინოსთვის უნდა დაწეროს კითხვები. ასე შევვითანხმდა და რა ხასიათზე იქნება კაცმა არის. მოდი ახლა ამოვიღებ კითხვას. არ ვიცი რა სტილის კითხვებია და ვნახოთ. სოხათელი რას გრძნობდი, როდესაც პირველად გაიგე, რომ დედა უნდა გამხდარიყავი? ამ ფრჩხილთან მეაქციო ყურადღება გამეკეკა. რაღაც არეული გრძნობა იყო. აი რომ ვერ გაითავისებ, მასეთი გრძნობა იყო. რო ვერ დაიჯერებ, მასეთი გრძნობა იყო. ეგ კი არა, იოანე რო დაიბადა და ხელში მეჭირა. კიდე არ მქონდა ის შეგრძნება, რომ უკვე დედა ვიყავ. სიხარული კი ის იყო, როდესაც გავიგე მართლა ეს იყო რაღაცა, ანუ სანამ იქიდან წავიდოდი და რაღაცა ეს იყო შოკივით, იმიტომ რომ გათხოვებიდან 1 წელი, ანუ ისე იყო არ ყოფილი რომ ფეხწინეთ. ხო და როდესაც პირველად გავიგე რომ დედა უნდა გამხდარიყავი და ჩემში აწაწინა ბაია იყო. უაზროდ ბევრი ემოცია აირია ჩემში. მაგრამ ის რომ გამეთავისებინა და დამეჯერებინა და მიმეღო ის რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა ძალიან დაუჯერებლად მეჩვენებოდა სანამ ეხლა გავიმევით იოანე რო ხელში ავიყვანე და რომ მომიყვანეს აი მერე და მერე მივხვდი რომ ეს იყო სიმართლე და ეს სიხარული მართლა ჩემ თავს ხდებოდა. მეორე აურიოთ მაინც ყველას მე უნდა უპასუხო.
აი მე რა ძალიან წვრილად რა არის შენთვის ბედნიერი ცხოვრება? ჩემთვის ბედნიერი ცხოვრება ის, რაშიც ეხა ვარ და რომელ ცხოვრებითაც დღესდღეობით მე ვცხოვრობ. ყავს ოჯახი, ყავს შვილები, ყავს ქმარი, რომელებსაც ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ვაბრაზებთ ერთმანეთს, მაგრამ რა თქმა უნდა გვიყვარს და მე ძალიან ბევრჯერ მithქვია წინა ვიდეოში, რომ მე ბავშვობაში რომ მეფიქრა, მეთქი აი სად შეიძლებოდა ჩემი ცხოვრება წავამედგინა წლების შემდეგ, როდესაც მე ოჯახი მეყოლებოდა, აი ამას წარმოვიდგენდი ხოლმე. რაშიც მე დღეს ვარ და ჩემთვის ბედნიერი ცხოვრება ეს არის. რასაც მე დავარქმევდი ბედნიერებას, ეს არის. ყავს ოჯახი, ყავს შვილები, ჯანმრთელები არიან, აქტიურები არიან, ბედნიერები არიან, მეტი არაფერი არ მინდა. და ჯანმრთელობის გარდა მე ღმერთს მათთვის არაფერს არ ვთხოვ და ეს არის ჩემთვის ბედნიერება. მე ზოგადად ბევრჯერაც მithქვია და თქვენც გითქვიათ, რომ მე არ ვარ ისეთ ადამიანი, რომელიც ემოციებს ესე გამოუხატავ, აი დავიჭირო რაღაცა არ ვერ გამოუხატავ. ეს ჩემთვის არის ცუდი, რა თქმა უნდა, მათთვისაც. მე ამაზე ვმუშაობ, მე ამას ვსწავლობ. და რამდენადაც ვერ გამოუხატავ, იმდენად მეტად შიგნით ჩემთვის აი ქაოსი ამ ბედნიერებისგან, ამათი სიხარულისგან, ამათი იმისგან, რომ მე მიხარია. მე მიხარია, რომ იქ ვარ, სადაც ვარ და ეს ცხოვრება ჩემთვის ბედნიერია. მადლობა ღმერთს. ხო გადავარდა რომელი? 2 ამოვიღე. 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14. არა 13 პროპორცია ამოვიღე. ამოვიღოთ მესამე კითხვა. რა არის დედობის ყველაზე დიდი გამოწვევა? ეს კითხვა რომ მიხსნეს არ უნდა. დაუძახო. ანუ, როდესაც დედა ხდები, რას აკეთებ? მისთვის. ყველაფერს. გინდა გამოიცნო მისი ემოცია, გამოუხატავად. გინდა იცოდე რა უხარია მას და მათი იმ რაღაცით გაახარო, იმ მოქმედებით გაახარო. რამდენადაც არ უნდა გაბრაზებული იყო, რამდენიმე ხანში გივლის და აი რომ რაღაცაზე დაემუქრები, შენ თვითონ აკეთებ იმას, რომ უსრულებ კიდე. გამოწვევა არის, რომ ყოველთვის მის გვერდით უნდა იყო, ყოველთვის არ აქვს სიტუაციას მნიშვნელობა, რომელ სიტუაციაში იქნება, უნდა დედობის პირველი გამოწვევა არის ის, რომ შენი შვილი პირველ რიგში იმდენად ის უნდა ჰქონდეს ნდობა, იმდენად ერთგულება, იმდენად მეგობრობა, რომ პირველ შემთხვევაში მოვიდეს შენთან განიხილოს ყველაფერი და ამისთვის უნდა იყოს მზად დედა. ჩვენს თაობაში ფუფუნება არ იყო. და რადგან არ იყო, ну, ალბათ იყვნენ გამონაკლისები და ვიცი ესეთი ხალხიც, რომელთაც დედასთან ძალიან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ვიყავით ხალხი, რომელთანაც დედასთან რაღაცა დისტანცია, რაღაცა მორიდებულობა და რაღაცა, ეხლა ჩვენი თაობისას ყველას გეცოდინებათ ეგ სიტუაცია და ეს მინდა რომ ჩემსა და ჩემ შვილებს შორის ეს კედელი არ აღმართო. იმ ხრივ რომ ურთიერთობა გქონდეს ყველა საკითხში. იმიტომ ეხლა ისეთი გარემოება, ისეთი სიტუაცია, რომ აუცილებელიც არის ეს გამოწვევა იყოს, ეს ურთიერთობა იყოს, რომ რაღაცას გულისწვეტა არ იყოს ნებისმიერ საკითხში.
და გზის გადახვევა. ეგ არის ჩემთვის დედობის ის გამოწვევა, რომ ყველანაირ მომენტში, ყველანაირ სფეროში, ყველანაირ სიტუაციაში შვილმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში რაც აღმოჩნდება, ერთადერთი ძალიან ღმერთმა ბევრი ხალხი უმყოფოს, ვისი იმედიც ექნება, მაგრამ ერთადერთი რომელიც შვილს არ უღალატებს, არის მშობელი. როგორ ფიქრობ, სავარაუდოდ ეს ვიდეო მე არ მეყოფა ამ ყველაფრისთვის და იქნება 10 კითხვა მაინც გავაკეთო და დანარჩენი 5 მერე. მოდი ესე დავთვლი, რომ კარგად ვიცოდე. როგორ ფიქრობ, შენი შვილები რაში გგვანან ყველაზე მეტად? სამივეზე ცალ-ცალკე. რაში მგვანან? ფიზიკურად არ ვიცი მე, ვერც აი რომ ბევრჯერ მინახია, რომ შემიდარებია ვიღაცის შვილი ვიღაცაზე და მithქვია, რომ აი შენ გავს მამას გავს რაღაცა. ჩემ შვილებზე არასოდეს ეგ არ მithქვია, მაგრამ ამბობენ, რომ ნინო და იოანე ფიზიკურად, ანუ სახის იმით უფრო აქვთ ის ნაკვთები, რაც მე. დიდად რო გითხრა, რომ მე ამას ვეთანხმები, ვერ ვეთანხმები, იმიტომ რომ მე თვითონ ვერ ვიმგვანე. იოანეზე უფრო ხშირად უთქვიათ ის თვალის ჭრილი და რაღაცა კი ჩემი აქვს. ბარბარე როგორც კი დაიბადა და შევხედე ჩემს დედამთილს და ჩემს მაზლს მივამსგავს, უფრო ჩემ დედამთილს. იოანეზე ბევრჯერ მithქვია, რომ ჩემი შვილი არ არის მეთქი, იმდენად ზანტია, იმდენად ნელია, იმდენად დაბნეული, ეგეთი არ ვიყავ. ბარბარემ, რა ვიცი, ბარბარეს მხრივ რაში მგავს? რაში ვფიქრობ, რომ მგავს? მაგ პერიოდში მეც ვიყავი ზარმაცი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, აი თუ დალაგება დაიწყო, ხოლმე ეცემა გულიანად, სულიანად ყველაფერს გააკეთებს ხოლმე. ეგ მიყვარდა მეც. მაგრამ თუ მეზარებოდა. მაგრამ თუ რაღაცა საქმეს აკეთებს გულიანად. ჯიუტია ბარბარე, რაშიც მგავს. მე თავარი სიჯიუტე კარგად გამოიყენოს, რა თქმა უნდა და თხების სიტუაციაში არ გამოიყენოს. პასუხისგებელია. აქ იმისი პასუხისგებლობა, რომ რაღაცასო დააკისებს, თუნდაც მასწავლებელის გააკეთოს, შემოწმების გარეშე. ხარად შეხება ნინოს. ნინო ისეთია. ნებისმიერს არც რაშიც მგავს, არ დაიზარებს არაფერს, გაეგზავნება ყველას, არის უფრო აქტიური, რაც ბავშვობაში, ანუ ბარბარე და იოანე მაგაში არ გვანან, რომ აი ძალიან აი მოძრავები იყვნენ, უყვარს ბურთი, რაც ანალოგიურს ვაკეთებდნენ მთელი ცხოვრება მე და ძალიან აქტიური ერთი ტუნდი. ძალიან ყველა საქმეში, ყველაფერი უნდა რომ გაარკვიოს, იცოდეს, გაიგოს რა როგორ ანაირად კეთდება. ესეთი ცნობის მოყარე ვიყავი. დანარჩენი ნენელა გავიგებ რაში მყოლა. ბევრჯერ უკითხეთ იმ ხატვაში, ამ ხელსაქმეში თუ რომელიმე მგავს. ანუ თუ დაიწყეს, სამივე მგავს მაგაში, იდეალურად აკეთებენ ყველაფერს. თუ დაიწყეს. იოანეს უყვარს ხატვა, იოანე კარგად ხაზავს, რომელიც ჩემი ძალიან ის იყო, რა ქვია, სუსტი წერტილი. ნინოსაც უყვარს ხატვა, ბარბარეს უფრო ქარგვა და ეგეთი რაღაცები მოწონს და ეხლა სავარაუდოდ შეიძლება ქარგვაზეც მივიყვანო დედათა მონასტერში. სულები გამოთქვა თითო. 1 2 3 4 5 6. ხო, მორი წუთი ნინო. შენ რომ შეგეძლოს დაბრუნება წარსულში და ვინმესთვის მადლობის თქმა, ვინ იქნებოდა ის ადამიანი? რა სიტუაცია, ანუ მადლობის თქმა რომ მინდოდეს
ეხლაც იმ ადამიანებს ეხლა ჩემი ძლია ვუთხრა მადლობა. ადრეც ვიდეოში მithქვია ეს ვიზეც ვარ მადლობელი. ღმერთმა კარგად ამყოფოს ყველა, იმიტომ რომ ყველა ცოცხალი არის და დღესდღეობით ცხოვრობენ და ყავთ ოჯახები და მიხარია ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ. არიან ბარბარია. არიან რამდენიმე ადამიანი, ვისაც ვეტყოდი მადლობას. რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებაში, რომ ესე ვარ. პირველი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს იყო ჩემი პირველი მოძღვარი, მამა ლევანი. და არ ვიცი, მადლობელი კი არა, რა ვიცი რა ვარ ამ ადამიანის, იმიტომ რომ ეს ცვლილება მარტო მე ჩემი თავისთვის არ შემიჩნევია. ეს ცვლილება, რაც მე იმ პერიოდში განვიცადე, ყველა ამჩნევდა ამას და ყველა ადამიანი შემოუბრუნდი 360 გრადუსით. და მისთვის მას მადლობა. რაც შეეხება რაღაცას ხელსაქმეში, რაღაცების გაზრებაში, აი ადამიანი რო რაღაცას გესაუბრება და იმაში რომ შენ თავს ამოიცნობ და რო ცდილობ რომ ეს ცუდი ჩვევა შეცვალო, რადგან აი ნახე კარგ დარიგებას იძლევა ადამიანი. ეს არის ჩემი ქართულის მასწავლებელი გულნაზი ჯანიაშვილი, რომელიც ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, უზომოდ მიყვარს და ყოველთვის ვეტყვი მას მადლობას, იმიტომ რომ მან ჩემში ბევრი რაღაცა შეცვალა თავის და უნებურად. როდესაც მაგალითად არ გვიტარდებოდა ხოლმე ქართული ბავშვების სიმცირის გამო, ფეჩთან შევკრიბავდა ხოლმე და ყველანაირ საკითხზე გვესაუბრებოდა. ეს იყო დალაგება, ეს იყო პატივისცემა, ეს იყო სხვების მიხმარება, ყველაფერზე. და ამ ლაპარაკში მე ბევრი რამე ჩემი თავის დავიჭირე და მე ეს ყველაფერი შევცვალე. ასე რომ წარსულში დაბრუნება არ ჭირდება იმისთვის, რომ მე ამ ორ ადამიანს მადლობა გადაუხადო და რა თქმა უნდა კიდე ძალიან ბევრი არიან, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს. მე არ ვიტყვი ახლა რომ მშობელი, იქ მამი და ბიცოლი ესენი თავისთავად. ვისაც მთელი ცხოვრება ამაგია ჩემზე და ბაბოს და რა ვიცი პაპას და მთელი ცხოვრება ამაგია ჩემზე და მთელი ცხოვრება სულ მადლობები ვიხადო ვერ ამავა. მე მიხარია ის გზა რო გავიარე, რაც გავიარე. და მე მიხარია რომ ამ ადამიანებს შევხვდი, იმიტომ რომ მე დღეს არ ვიქნებოდი ეს, რაც ეხლა ვარ. ასე რომ ხანდახან თუ პატარები მიყურებთ, ხანდახან რაღაცა რომ მოხდება, თქვენი თავი ამოიცანით ხოლმე ამ რაღაცაში და ეცადეთ რომ ეს შეცვალოთ. თუ თქვენ თავში ამ ცუდ ჩვევას ნახავთ, შეცვალეთ, ეცადეთ და გამოგივათ. მე ბევრი რამე გამომივიდა ეგეთი ცუდი ჩვევებიდან. შვიდ კითხვას გადავიღებ და მე კიდე 7-ს დავიტოვებ, არ ნახავ პირობას გაძლევთ, რომ ამ კითხვებს თქვენთან ერთად გავხსნით. შეიძლება სხვა დილით იყოს. რას შეცვლიდი საკუთარ ცხოვრებაში, თითქმის იგივე კითხვა, რას შეცვლიდი საკუთარ ცხოვრებაში თუ ახლა თავიდან დაიწყებდი? არაფერს. აბსოლუტურად არაფერს, იგივე გზას გავივლიდი, იმ ჩემი შეცდომებით, იმ ჩემი ყველაფრით, იმიტომ რომ წერანაც ვთქვი, ჩემი შეცდომებიდან გამომდინარე ვისწავლე რაღაცები. ოღონდ ღმერთს მადლობა, რომ შეცდომები არ არის ისეთი, რომ ადამიანმა რაღაცა უკან დასახევი გზა არ ქონდეს,
გამოსწორება შეუძლებელი იყოს. ამ შეცდომებზე არ ვამბობ, აი პატარ-პატარა შეცდომები, სხვების მითითებით გამოვიარე ეს გზა. კი იგივეს გავივლიდი. აი გადახვევის გარეშე იგივე გზას გავივლიდი. გამოვიღო კიდე? მოდი 30 წუთამდე რაც გამოვა, მოვასწრებ, გავაკეთებ. რა გაძლევს ყველაზე მეტ ძალას რთულ პერიოდებში? იმედი და იმაზე ფიქრი, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე სიტყვაზე მაქვს რაღაცა აი ესეთი რაღაცა ჩავარდნა, აი ეს რაღაცა დეპრესიული, ის რაღაცა თითქოს რო აღარაფერი ხდება შენს გარშემო, ამ დროს ძალას მაძლევს ის, რომ სხვა შეიძლება ჩემზე უფრო ცუდად იყოს და ისინი აგრძელებენ, ისინი მოქმედებენ, ისინი იმაშვებიან და ამაზე ფიქრით, რომ სხვები, რომლებიც უფრო ცუდად არიან, უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან და მათ შეუძლიათ ისევ ადგომა, გაგრძელება, მე ვიღავარ. და რა თქმა უნდა, იმედს გაძლევს ის და ძალას გაძლევს ის ყველაფერი, რომ შეიძლება რაღაც მომენტში არ იყო იმისთვის მზად, რომ რაღაცა გქონდეს გასაკეთებელი, მაგრამ ძალას გაძლევენ, რა თქმა უნდა, შენი შვილები და შენი ოჯახი, იმიტომ რომ შენ ვალდებული ხარ რომ ეს გააკეთო, იმიტომ კი არა ხარ ვალდებული რომ აი ვალდებული ხარ. არა, აი ვალდებული ხარ ეს გააკეთო, იმიტომ რომ შენი ყველაფერი ენერგია, შენი ყველაფერი ძალა, სიყვარული და ყველა ემოცია ოჯახში. და როდესაც დაიწყებ წამოდგომას, შენს თავს რო დაავალდებულებ, აი მაშინ მიხვდები, რომ ეს შენი თავის ესე ხელის წაკვრა გშველის, რომ კი შენ ძალას გაძლევს შენი ოჯახი. იმედი, რომ ძალიან მალე გაივლი ამ პერიოდს და იმაზე ფიქრი, რომ აი შენ თუ ესე ხარ და ვიღაცა ხო გაგახსენდება, ვისაც ელემენტარული რაღაცა ამ ცხოვრებაში უფრო საშინელი პერიოდი აქვს და გინახია, რომ ეს ადამიანი იღიმის, ანუ ის თუ იღიმის, მე რა უფლება მაქვს, რომ ესე რაღაცა ჩავიკეტო. ამიტომ კეთილი უნდა ვინებო, აბდგე, გავიღიმო, დავიწყო, გავაგრძელო, იმიტომ რომ მეც შეიძლება ანალოგიურად ვინმესთვის ვიყო მაგალითი, რომ აი რაღაცა პერიოდი ქონდა, მაგრამ აი ნახე რა აი გამოძრა ხო და მოდი მეც გავაკეთებ. ძალას გვაძლევს ოჯახი, ვალდებულებები, საკუთარი თავის პატივისცემა, სიყვარული, იმიტომ რომ შენ თუ შენი თავი გიყვარს, მე არ მომბობ გაღმერთებაზე და რაღაცა, შენ თუ შენ თავს ცემ პატივს, არ მისცემ უფლებას, რომ ამ მომენტში ჩავარდეს და ეს განსაცდელი გაიაროს რთულად. ან ხوارი რომ აი მეგობარია ცუდად და ხარში უდგა ხარ და ცდილობ რომ რაღაცა საქმე გაუადვილო. იგივე უნდა უყო შენს თავს. იგივე. იმიტომ რომ მე არის ხმა დეპრესიები, მე არის წამლები, ფსიქოტროპულები, ისინი ძალიან ბევრია, ესეთი რაღაცა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ექიმი გეუბნება ეს რაღაცას. წამლებს დაგინიშნავ, კურნალობას დაგინიშნავ, მაგრამ ჩათვალე რომ შენ შველი ამით შენს ნახევარს. აი ეს მთავარი ნახევარი შენ თვითონ, შენი თავი უნდა გამოიყვანო ამ მდგომარეობიდან. იმიტომ რომ ვერაფერი გიშველის და ვერავინ გიშველის სხვა. შენი თავის მკურნალი ხარ შენ. უბრალოდ ძალას გაძლევს ბევრი რაღაცა შენთვის ღირებული. ასე. რა რჩევას მისცემდი სკოლის მოსწავლე მანანას? ბევრს. სკოლის მოსწავლე მანანა იყო ძალიან გაუბედავი. ვიყავი სხვების ჩრდილის ქვეშ. სხვა კი არ ჩრდილავდა, მე მიყვარდა გვერდზე ყოფნა.
მე მიყვარდა სიწყნარეში ყოფნა. არ მიყვარდა ვიბნეოდი, როდესაც ყურადღების ცენტრში ხვდებოდი. და არ იყო ეს ჩემთვის კომფორტის ზონა. არ ვიყავი გაბედული, არ ვიყავი თავდაჯერებული და ბევრჯერ მტკენია ამის გამო. სკოლის მოსწავლე მანანას მივცემდი იმ რჩევას, რომ გამონათებულიყო, გამოსულიყო ამ ჩრდილიდან და ალბათ უფრო მეტს გავაკეთებდი დღესდღეობით, მე რომ მაშინ გამბედავი ყოფილიყავი, მე რომ მაშინ ლაპარაკი შემძლებოდა. ხო, არის სიტუაცია, რომ მაგალითად რაღაცაზე აზრი უნდა დააფიქსირო და ანუ რო დააფიქსირებდნენ აზრს, მე ხმას არ ვიღებდი ხოლმე. იმიტომ რომ ფიქრობდი, რომ ის უკვე საკმარისი იყო. თუმცა მინდოდა შიგნიდან მეძახდა რაღაცა, რომ მეც ჩემი მეთქვა, მაგრამ გაუბედ ცხენოდა, ვერ ბედავდი, არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, არ მეგონა რომ ვინმე ჩემს აზრს გაიაზრებდა, რაღაცნაირად ძალიან კრიტიკული ვიყავი ჩემი თავის მიმართ, მაგრამ უკვე სადღაცა დიდ კლასებში მივხვდი, რომ ანუ ეგი არ ყოფილა. ეს იცი რა გამოიწვია კიდე. იმან არა რომ ვიღაცამ დაგჩაგრა, იმან არა რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგაყენა, არა, აბსოლუტურად არაფერი წინაპირობა არ ყოფილა ამისი, რომ ან მაგალითად ოდესმე რამე მეთქვას და ვიღაცას დავეცინე და ამის გამო მე ჩავკეტილიყავი. არა, თავიდანვე ასე ვიყავ. და მერე რაღაცაზე გავუბედე სიტყვაზე, ან წამოვიძახე, ან რაღაცა, უი, კაია. მერე მივხვდი, შეიძლება თურმე, აი ესე ნელა ნაბიჯ დავიწყე სიტყვის თქმა, აზრის გამოხატვა და საკუთარი აზრის დაცვა. ეს რქებით კი არა, რომ მტყვანი არა, რომ კაი აზრი თუ არ გექნებოდა, გინდა თუ არა ჩემი უნდა გაგეკან, არა. დასაბუთებულად უნდა შენი აზრი წარმოგედგინა ისე, რომ სხვას აერჩია, სხვას გაეთვალისწინე. ეს ვისწავლე. ეს უკვე ვისწავლე მე-11 კლასში. ვიყავი ძალიან მორცხვი. ჯდებოდი სადღაც იქით, რომ ზურგს უკან დავმალულიყავი. და სკოლის მოსწავლე მანანას ვეტყოდი, რომ მეტი გამბედაობა, მეტი თვითდაჯერება და საკუთარი თავის კრიტიკა კარგია. მაგრამ ეს კრიტიკა არ იყო, მე საკუთარ თავს ზედ ვუვლიდი ხოლმე. და არ ვაძლევდი დაჭუჭიდან გამოსვლის უფლებას. ძალიან გამიჭირდა, ძალიან ძნელი იყო მთელი მე-9 კლასი. ჩემი კომფორტის ზონა იყო ჩემი ოთახი, ჩემი სახლი, სადაც ვიყავი მარტო. მუშაობდნენ ხოლმე და ჩემი კომფორტის ზონა იყო ოთახი სიმარტოვეში რომ ვიყავ. არ მიყვარდა ხალხთან როგორ მეზობლის ბავშვებთან გიждდებოდი, არა, ეგ მაგათ არ ეხებოდათ. აი ერთი კაციც რო უცხო ყოფილიყო, მე იმ სიტუაციიდან გამოვარბოდი. ვერ ვიმაშვებოდი საკუთარ თავს. რა არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ გასწავლა? შენი სიტყვა რო წინ გვხვდება აუცილებლად. შეიძლება წლების წინ თქვა მის სიტყვა აუცილებლად ყოველთვის წინ დამხვედრია. კარგიც და ცუდიც. და ეხლა ყოველთვის ვამბობ. არასოდეს ისეთი რამე არ უნდა თქვა. არასოდეს ისეთი რამე არ უნდა გააკეთო. იმიტომ რომ როდესაც გგონია რომ ეს ყველაფერი მორჩა, ეს ყველაფერი დამთავრდა და ამ ყველაფერმა გაიარა, ცხვირში ამოგარტყავს ცხოვრება, ამოშენს ნათქვამს და გაკეთებულს. ამიტომ არასოდეს არ გეგონოთ, რომ რამე შეგირჩებათ, შეგერგებათ და რაღაც არავითარ შემთხვევაში.
იმის ვერია ხოლმე აი საოცარი ჩვევა მაქვს იმის რომ თუნდაც მაღაზიაში ფული გადმოგაყოლონ აფთიაქში იყო შემთხვევა ხელფასზე იყო შემთხვევა რაღაცა მეწყება კანკალი და შიში სანამ არ დავაბრუნებ ამას იმიტომ რომ ვიცი მე რო ეს ეგრეთ წოდებულად შევიტყაპუნო წლები რო გავა მე ეს ცხვირში მომხვდება თანმწარით ასე რომ არ გეგონოთ რომ ეს ყველაფერი იკარგება რასაც იტყვით რასაც გააკეთებთ აუცილებლად კარგად დაფიქრდით რომ ცხვირში მოგხვდებათ ცხოვრება გატკენთ თან მაგრად 5 წელი დამრჩა და ძალიან გრძელი ვიდეო გამოდის როგორ აღწერდი შენს თავს 3 სიტყვით ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს ერთ სიტყვი რომ მერც მადლობა რომ ვარ პასუხის მგებლობა მაგ ყველაფრის მიმართ მიყვარს კომფორტია ჩემთვის რომ რაღაცა ასუფთად და ბევრჯერ მითქვა აი შურს ისეთი ხალხის მეთქი რა ხო ყოფილა ისეთ სიტუაციაში რომ ხარ რომ აი ფეხზე გადადებულები რო არიან მართლა და ბოდიშს არ აინტერესებს და კიდიად სადიჯდებიან ბევრჯერ მითქვა ეგეთ სიტუაციაში რომ აი შურს ესეთი ხალხის მაგრამ მე არა შურს არ მინდა რომ ესეთი ვიყო მირჩენია ის ეგრეთ წოდებული ციკები მქონდეს ვიდრე ესეთი ვიყო დავახასიათებ იმით რომ მიყვარს ჩემს სხვაგან სხვამ თვითონ ისქნას მიყვარს ჩემ სიტუაციაში ის რომ ჩემი კომფორტი ზონა სადაც ვარ ის უნდა იყოს მოწესრიგებული და მესამეს ვიტყვი ერთს რომ რა მიყვარს როდესაც სადღაცას მივდივარ როდესაც სადღაცას შევდივარ სადმე სხვადასხვა სიტუაციაში ვხვდები და სიტყვაზე ის არ არის ჩემთვის ისეთი როგორც უნდა იყოს მე არ მემჩნევა არ ვიმჩნევ ემოციებს ისევ მართავ შემიძლია ემოციების მართვა და ეს კარგიც არის და ცუდიც შემიძლია რაღაცა ისეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნე რომ სახტად დავრჩე ეს არ გავაკეთო რომ სხვა უხერხულობაში არ ჩავაყენო ეს შემიძლია რაღაც 3 სიტყვით და რომ სიქცევ თქვა ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს არასოდეს როგორია შენი იდეალური დღე დღევანდელი დილით ავდექი ყავა დავლიე მერე კინოს ვუყურე მერე კინოს ყურების დროს ვიხდი რომ წელი მტკიოდა და წამოვწექი და დავიცინე მერე მეორე მხარე მეტკინა და გადავბრუნდი მერე გამახსენდა რომ კინო არ დამიმთავრებია ავდექი და დავამთავრე მერე გამახსენდა რომ შვილები მოვიდოდნენ სკოლიდან და საჭმელი გავაკეთე ერთი ეგ იყო ცუდი რომ უბრალოდ ძალიან დავიღალე რომ კარტოფილი გავეცხე და მოვხარშე უბრალოდ დღევანდელი დღე იყო იდეალური თუმცა იდეალური დღე არის ჩემთვის მაგალითად სამსახურშიც რო ვარ სახში გუშინაც ანუ აი ეხლა ვიტყვი იმას რასაც ბარბარე სულს ვეუბნებით და ბავშვებსაც ამათაც და ივანესაც გარემოს ქმნი შენ ყოველდღიურობას ეს როგორ ჩაქ არც ეტყობ ყოველდღიურ გარემოს ხასიათს განწყობას ქმნი შენ გინდა ის დღე კარგად გაატარო აუცილებლად კარგად გაატარებ გინდა სადმე რო წახვარ კარგად კაი დრო გაატარო აუცილებლად კაი დროს გაატარებ შენ თუ გინდა ასე რომ ეგრეა როგორ ფიქრობ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური თვისება ადამიანური თვისება ყველაზე კარგი არის ის რომ შეძლოს სიყვარული უანგაროდ გამოყენების გარეშე შეძლოს გვერდში დგომა
არ იცოდეს ფენების გარჩევა სიღარიბის მიმართ და შეძლოს ნებისმიერი ადამიანის შეყვარება, გვერდში დგომა, გათვალისწინება, დახმარება. ეს ყველაფერს ასწდება. ეს ადამიანს თუნდაც იყოს, აი რო იტყვი, ფეხშველა დადიოდეს, ეს რაღაცა მაღალდება ეს ადამიანი. და ძალიან ბევრჯერ მინახია სწავლული ადამიანი, ძალიან ბევრჯერ მინახია, რომ აი დიპლომებს რო აფრიალებთ რაღაცა და ისეთი რაღაცა უთქვია, ისეთი რაღაცა გაუკეთებია, რომ ის აი იშლება საერთოდ შეწარასახვაში. ანუ როდესაც ადამიანი შინაგანად არ გაქვს სიბოროტე, შეიძლება რაღაცა გაუაზრებლად რაღაცა სიტყვა გაისროლო და ვიღაცა საწყენო. უნდა გქონდეს კიდე ბოდიშის მოხდის უნარი. და ადამიანი როდესაც შიგნით ბოროტი არ იქნება და იქნება კეთილი, ამ ყველაფერს შეძლებს. სიყვარული უნდა შეძლოს კეთილი უნდა. მე ეს ბავშვი დასტრესილია. რა გაძლევს იმედს, რომ ჩვენი ოჯახი ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდება. როგორ რა გაძლევს იმედს, რომ ჩვენი ოჯახი ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდება. უფალი. მისი დახმარებით აბსოლუტურად ყველანაირ სირთულეს გაუმკლავდება ჩვენი ოჯახი. მეტი არაფერი. უფლის ძალით, უფლის შეწევნით ამ ყველაფერს ჩვენ შევძლებთ და გავაკეთებთ. საუკეთესო რჩევა, რაც ოდესმე მიგიღია რა არის? რაც წერან თქვი. დაახლოებით, ანუ არავის გაუკეთო ისეთი რაღაცა, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთო. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ეს ბევრჯერ კარგად გასააზრებელი სიტყვებია, რომელიც ბევრ შენ ცუდ გადაწყვეტილებასა და ცუდ განზრახვას გადაგაფიქრებინებს. ნუ წარმოიდგე, რომ ეხა ეს რო სხვამ გამიკეთოს, მე რასაც ვაპირებ სხვას გაუკეთო, აღარ გააკეთებ. ეს ყველაზე კაი რჩევაა. ბევრ რჩევასთან ერთად. ბოლო კითხვა. შენი აზრით რა არის ჩვენი ოჯახის ყველაზე ძლიერი მხარე? ნუ დაახლოებით წინა კითხვის მსგავსია. იმედთან დაკავშირებით, არა, იმედი, ნუ სხვა იყო. ჩვენი ოჯახის ყველაზე ძლიერი მხარე არის ის, რომ მე პირველ რიგში შემიძლია ლაშას დავეყრდნო. მე ყოველთვის ვიცი, რომ რაღაცა რომ გონია რომ არის უსაშველო, ლაშასთვის შეუძლებელი არ არის. ძლიერი მხარე არის ის, რომ გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციაში ვიპოვით. ერთი თუ დაიბნა, მეორე არ იბნება. მეორე თუ დაიბნა ის, ანუ ოჯახში ოჯახის ძლიერი მხარე გონია, რომ ერთმანეთის საყრდენები ვიყოთ. აი ზუსტად ვიცი, რომ ეგრეა. და როდესაც გონია, რომ всё საშველი არ არის ისევ ამ მოკლა სიტყვაზე და რაღაცა სასოწარკვეთილებაში ფაქტები რა აი რა გავაკეთო და ვიღაცა რო გეტყვის, რომ რა განერვიული. ესე და მორჩა. ანუ ცხოვრება ყოველთვის არ არის რაღაცა მწვანე, დელო. იქ ძალიან ბევრი ქვა შეგხვდება, ძალიან ბევრჯერ წავიქცევი, ძალიან ბევრჯერ წავბორძიკდებით. და აუცილებლად მთელი ცხოვრების მანძილზე გვჭირდება ადამიანი, ვინც მოგვეხმარება, ვინც წამოგვაყენებს, ვინც დაგვიჭერს. და აუცილებლად ჩვენც უნდა ვიყოთ ანალოგიურად ის ადამიანები, ვინც ხელს შევაშველებთ, ვინც დავეხმარებით, წამოვაყენებთ და
ერთად გავაგრძელებთ ამ ცხოვრების მოკლე გზას, ისე რომ შევძროთ ბოლომდე ისე მისვლა უკან ჩვენი გავლით ცხოვრებას რო გადავხედოთ არ შეგვწყვეს. დამთავრდა ბოლომდე ჩავყარე ყველაფერი, ყველა კითხვას ვუპასუხე. ამ ვიდეოს ბარბარე მე ნახავს, ტელევიზორში ვნახავო, მაშინ. მოკლედ ეს იყო კითხვა-პასუხის ვიდეო, რომელიც ბარბარის ინიციატივით გაკეთდა. კითხვები მომეწონა, საკმაოდ ცხოვრების კითხვები იყო, მეგონა რამე ხვანცალობა იქნებოდა, მაგრამ არა. მომეწონა. მადლობა დიდი ყურადღებისთვის. მადლობა რომ მიყურეთ ბოლომდე, ვისაც არ გამოგიწერეთ არხი და გაქვთ სურვილი, გამოიწერეთ და დამელოდეთ მომავალ ვიდეომდე. დროებით.